საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადია ქოთაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან. საღამომშვიდობის. გახარია ლელოს თანამშრომლობის მაქსიმუმი ორმა პარტიამ ერთად კანდიდატები მხოლოდ 37 მუნიციპალიტეტში მოიძია. ბრძოლა განსხვავებულ აზრთან ამორალური მეთოდებით ბექაუდი შარიაში შეურაცხყოფის ავტორი ბავშვთა ფსიქოლოგია. რატომ არის საჭირო წიწაკის სპრეი ან რესპირატორი მშვიდობიან აქციაზე საბოტაჟის მტრულ საქმიანობაში დახმარების და არაკონსტიტუციური ქმედებების შესახებ გამოძიების პარკლებში არასამთავრობოთა გამოკითხვა გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციის წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთა მისაღებისთვის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავეს. ბრძოლა ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 ადამიანი დააკავა. გულშემატკივრე საქართველოს ევრობასკეტზე ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ 7 და 8 სექტემბერს სპეციალური ჩარტერული რეისები დაინიშნა. ჯაფარიძე, ხაზარაძე საპატიმროდან პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში აღმოჩნდნენ ოპოზიციონერების გათავისუფლება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებაა. შეწყალების აქტმა ოპოზიციას ახალი თავსატეხი გაუჩინა. მოწოდება, დამუნათება და კრიტიკა ხაზარაძე ჯაფარიძის ქუჩაში დასაბრუნებლად მათმა კოლეგებმა ყველა გზას და ხერხს უკვე მიმართეს. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე. ეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან უთხრა ჟურნალისტებს. კანონდამღვევი შეგნებულად კანონდამღვევ პოლიტიკოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი მადლიერებით არ მიუღია. მეტიც, მედიასთან პირველი განცხადების შესაძლებლობა მან სწორედ იმ ადამიანის კრიტიკისთვის გამოიყენა, რომელმაც მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის სასჯელ აღსრულების დაწესებულების კარი გააღო. სამაგეროდ არც ერთ მათგანს არ გაუკრიტიკებიათ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ შეწყალების გამო მთელი დღეა ხაზარაძე ჯაფარიძეს ძიმე შეურაცხყოფას აყენებდნენ. პრეზიდენტის სახელმწიფო ნაბიჯი და ისტერია ოპოზიციაში ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ციხისკარი ლელოს ლიდერებს საქართველოს პრეზიდენტმა გაუღო. მიხეილ ყაველაშვილმა კანონდამრღვევი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე შეიწყალა. პრეზიდენტის საკუთარი გადაწყვეტილებით ასრულებს ყველანაირ სპეკულაციას თვითმმართველობის არჩევნების ნაკლებად კონკურენტულ პირობებში ჩატარების თაობაზე. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებში ჩატარდება. ამასთან ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოოდ არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არც ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს ჩადის. არც ის გარემოება ამ ხედულობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა ყველაზე მოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქვის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. უკუაყოფილი პატიმრები პრეზიდენტის შეწყალების აქტს მადლიერებით არ შეხვედრიან. მეტიც მედიასთან პირველი განცხადების შესაძლებლობა სწორედ იმ ადამიანის კრიტიკისთვის გამოიყენეს, რომელმაც მათთვის საპატიმროს კარი გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა, გასაგებია, რომ მადლიერების გზნობა მე არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური და ვერ ვიტყვი ბინძური უკაცრავად ამ სიტყვაზე, საქციელი. პატივსრევ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ასე ვთქვათ, ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. პრეზიდენტის შეწყალების აქტმა ოპოზიციურ ველზე სრული ისტერია გამოიწვია. ახლა ნაწილი შეწყალებულ ოპოზიციონერებს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. ნაწილი კი პირდაპირ მნიშვნელობით ეხვეწება, რომ ქუჩის ოპოზიცია შეუერთდნენ და საარჩევნო კამპანია შეწყვიტონ. მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან არ უღალატოთ საერთო ბრძოლას. ამ შემთხვევაში პიროვნული პოლიტიკური და ეროვნული ღირსების შენარჩუნება სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე გადის. ეს სიტყვები რომ მე მეხებოდეს სიკვდილს ვინატრებდი და გარეთ არ გამოვიდოდი. ლელოში თუ ვინმე დარჩით ნორმალური უნდა გამორბოდეთ. მიწა უნდა გეწოდეთ ფეხქვეშ.
გახარია და ლელო როგორც ოპოზიცია აღარ არსებობენ და ახლა მათი მხარდაჭერა ისეთივე უღირსობაა, როგორც მტრის მხარეს გადასვლა. ოპოზიციის მცდელობა ფუჭია, ლელო პოზიციას არ იცვლის და საარჩევნო მარათონს არ ეთიშება. ყოფილი პატიმრები ახლა ცდილობენ შეწყალების აქტი ოპოზიციას შორის მიზანმიმართული დაპირისპირების სურვილად მონათლონ. თავის დროზე თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფერიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულეებს შორის. პრემიერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ქართული ოცნებისთვის შეწყალების აქტი ერთდროულად ჰუმანური და სახელმწიფოებრივი ნაბიჯია. გარდაუვალი მარცხისგან ციხეში დამალულებს ახლა შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პარტიის საარჩევნო კამპანიას შეუერთდნენ. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულებას აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების პრეზიდენტის ქართულგაგებით ხელისუფლების ნაწილია ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. ეს ჰუმანური აქტია, შეიწყალა ორი დამნაშავე. რა ვიცი, ზოგადად ახლა ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, მაგრამ გონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. ყველანაირი ინსინუაციების გამოსარიცხად კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება. შესაბამისად ხანდაზმულ თაღლითებს შეუძლიათ ეხლა რომ თავისუფლად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და თუ რაიმე სურვილი აქვს და შესაძლებლობა აქვს ქართულ საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი ხედვები, მაგრამ რა ხედვა უნდა კონდეს ხელმომწერ აგენტს, ხელმომწერი აგენტის ერთ-ერთი ხედვა არის რომ მიღებული დავალების შესრულებას შეეცადონ. ლელოს ლიდერებს თავისუფლებაზე რთული საარჩევნო რეალობა ხვდებათ. პარტია მარცხისთვის განწირული კანდიდატებით იმ გუნდთან კოალიციაში, რომელსაც წლების განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდნენ. ციხიდან გათავისუფლებულებს წინ რთული გზა აქვთ. არჩევნებამდე ერთი თვეა ლელოს გახარიასთან ალიანსმა კი ჯამში მხოლოდ 37 მუნიციპალიტეტის კანდიდატების მოძიება შეძლო. კადრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმარისობის ფონზე გახარიას გუნდი წევრებსაც კარგავს. პარტიიდან წასვლის საჯაროდ გაცხადება ახლა გადაწყვეტა თეონა აქუბარდიამ, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელების გამო შეურაცხყოფას გვაყენებდა. მაკუნა აბულაძე გვერდება და ისაუბრებს ოპოზიციის კრიზისის შესახებ. კრიზისი მართლაც მწვავეა და ყოველ ჯერზე, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ეს სწორედ ოპოზიციისთვის არის. მიუხედავად ამისა, ფაქტი ჯიუტია და რადიკალების პოლიტიკური რეალობაც ცხადი. მოახლოებული არჩევნებისთვის საკუთარი ბედი თავადვე ვერ გაურკვევიათ. პარტიებმა კი, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს და ტრაბახობდნენ კიდეც, რომ გამარჯვებას აპირებენ, გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტების თითქმის ნახევარში თანამოაზრეები და შესაბამისად კანდიდატებიც კი ვერ მოაგროვეს. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 37 გახარია ლელოს პოლიტიკურმა წყვილმა ოლქების თითქმის ნახევარი კანდიდატებით ვერ დააკომპლექტა. კრიზისი იმდენად გაღრმავდა, რომ ურესურსოდ დარჩენილ რადიკალებს, როგორც ჩანს, მხარდამჭერებმაც უარი უთხრეს. 27 ოლქში მათ ვერც ერთი თანამოაზრე ვერ იპოვეს. გაქცეული ლიდერის პარტიიდან 19 კანდიდატი, უკვე ყოფილი პატიმრების პარტიიდან კი 18. ეს არის ის შედეგი, რაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ორმა პარტიამ ერთობლივი ძალისხმევით ძლივს მოახერხა. ვერ მოაგროვეთ კანდიდატები? სიმწრის სიცილი ალეკო ელისაშვილისგან უიმედო მდგომარეობაში მყოფს ის გადარჩენია, რომ ჩვენს კითხვებს არ უპასუხოს. გიორგი გახარიას პარტიაში ახალი სტრატეგია აქვთ. ქრონიკის კითხვებისგან თავის ასარიდებლად პრესსამსახურმა კომენტარი თავად ჩაწერა და ისე მოგვაწოდა. 37 მუნიციპალიტეტში წარმოადგენთ მერობის საერთო კანდიდატები. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. წინა საარჩევნოდ 27 ოლქში კანდიდატების გარეშე დარჩენილი პარტიების პოლიტიკური ბედი დიდი ხანია ცხადია პრემიერ-მინისტრისთვის. ის რაც ახლა გახარია ლელოს თავს ხდება სახელისუფლებო გუნდისთვის საქმის გაიოლებაა. როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. სადაც დააყენეს, იქაც ჯობდა არ დაეყენებინათ. თბილისში მაგალითად ლელოს თანამშრომელია დაყენებული ეს ადამიანი. დაკავებული იყო რითი მაგალითად, რომ ხაზარაძე ყოველთვის აგზავნიდა ამ ადამიანს და პირველში პარკით ხელში მიქონდა 200,000 ლარი ყოველთვიურად ტელევიზიაში. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული, ახლა ლელოს ეს თანამშრომელი არის დაყენებული კანდიდატი. თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ხედავთ, რომ ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია დღეს თლიანობაში ოპოზიციის მდგომარეობა. ძალიან კარგად იციან რეალურად რა ხდება ქვეყანაში.
არანაირი შანსი არ აქვთ იმისა, რომ საზოგადოებაში მოიპოვონ გარკვეული მხარდამჭერა და მე ერთს ვიტყვი, რომ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ყველა ოლქში, ყველა მუნიციპალიტეტში დაიმარჯვებს. ამის თქმის საფუძველს და შესაძლებლობას მადლებს ის გაწყობა და დამოკიდებულება, რასაც ყოველდღიურად უგრძნობთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. რეპუტაცია შელახულ რადიკალებს პოლიტიკური განაჩენი ქართულმა ხალხმა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებზე გამოუტანა. უმრავლესობის წევრების თქმით, მოახლოებულ არჩევნებში ოპონენტებს ხავსიც აღარ დარჩათ იმედად, არათუ რაიმე სახის გამარჯვება. უსუსტესი პოლიტიკური მოცემულობა და არაფრის მომცემი დღის წესრიგი, ეს არის ის რეალური მიზეზი, რის გამოც რადიკალურ ოპოზიციას არ ყავს სათანადო რაოდენობა კანდიდატების. ის რომ მათ რესურსი არ გააჩნიათ, რომ მოიზიდონ ისეთი ადამიანები, რომლებიც რაღაცას წარმოადგენენ თავიანთ მუნიციპალიტეტებში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ესეც მათ დაზიანებულ რეპუტაციაზე მეტყველებს. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რადიკალების ფლანგზე დიდი ქაოსია. ურეიტინგოდ, უკანდიდატოდ და ურესურსოდ დარჩენილები ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან. ქართული ოცნება კი 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციასთან ბრძოლას ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ასახელებს. დანაშაული კი დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ანუ კიჩხიკვაძე გვეტყვის უფრო მეტს. პოლიტიკური სტატუსი, რომ სამართლებრივი ინდულგენცია არ არის, ამას სუსის მორიგი გამოძიებაც ადასტურებს თითქმის $9 მილიონი ქრთამის სახით მცხეთა მთიანეთის რწმუნებულის მოადგილეს გიორგი კაპანაძეს იმისთვის უნდა აეღო, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისთვის სტატუსი უკანონოდ შეეცვალა. სუსის ინფორმაციით გიორგი კაპანაძეს უცხო ქვეყნის მოქალაქემ თანხის ნაწილი უკვე გადაუხადა. საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოპოვებული აქვს ფავრული ჩანაწერებიც. მიხდი ბოდიში $20 არის რისი, ono ოფიციალურად $20. ოფიციალური იქნება იქ რაღაც. რამდენი არის ოფიციალური? ოფიციალური იქნება არა ოფიციალური დასაფრენია. კაი, მე ინდოგი ხარ არა არის. ანუ მიხდი მაშინ როგორ მიხდი, ანუ $20 ზედმეტი რას არის? ნაწილი მიდის მთავრობა ოფიციალური და მე დანარჩენი რა არის? მარა გარანტი? მე მოვალ ეს 100,000 ნაწილი რო შენ როგორ მითხრა, ანუ გინდა წინაც არა უშავს, მე პრობლემა არ მაქვს ხელშეკრულებას გარეშე, არ არის პრობლემა, არაფერი, მაგრამ ეს კაცი $1 არ მიეცი წინაც არის, სანამ სტატუსი შენ შეცვალა. მე ვარ ფერზეფი შე. ვინ არის ეს დებილი რო იხდის ეს ფული? მე ვარ მე გიდგები თქვენა პასუხი. ხო. ანუ ეხლა 60 მოგცენ $100, 60,000 ეს 70,000 და ნახე ეს კიდე სულ ახალი და ეს $80,000. ხო. სუსის ახალმა ხელმძღვანელმა დაპირების შესრულება პირველივე კვირაში დაიწყო. მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტი იქნება კორუფციასთან ბრძოლა და ამ კუთხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რაც სუსის ახალმა ხელმძღვანელმა ეს პირობა საპარლამენტო ტრიბუნიდანაც გასცა, მას შემდეგ რაც მისი დამტკიცება მოხდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ჯამში 2 ჰექტარი ფართობის 2 მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის სანაცვლოდ გკმ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 1 კვადრატულ მეტრზე $20. საერთო ჯამში $400,000, საიდანაც მისთვის წინასწარ უნდა გადაეცა $100,000 ASH. გკ-ს განმარტებით, თავად იქნებოდა გარანტი, რომ ორივე მიწის ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი დანიშნულება. 2025 წლის 5 სექტემბერს გკ-ს მოთხოვნით უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ
400,000 აშშ დოლარიდან მას წინასწარ გადასცა ზემოთხსენებული თანხის ნაწილი 80,000 აშშ დოლარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მსგავსი ფაქტების გამოაშკარავებას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება კორუფციული ფაქტების გამოვლენა და ჩვენი სახელმწიფოს წარმატება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. დანაშაული სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კორუფციასთან ბრძოლა რჩება უწყების მთავარ გამოწვევად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კუთხით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. მადლობა ანუგია სამგუჩხიგვაძე იყო. ასევე გრძელდება ბრძოლა ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 ადამიანი დააკავა. სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები კი რამდენიმე რეგიონში ჩატარდა. მარიამ ქართველიშვილი დეტალებით. შენი ნაწლავები თუ გზაში არ ვახეტიო. შენ განახე. სისტემი მომიახლოვდა უკვე. ჭინკა, პლაჭო, შკივია, ჩორნა, გელა, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები და მათი მხარდამჭერები მოქალაქეებს ფინანსურ დავებს უგვარებდნენ. გაწეული სამუშაოსთვის კი ანას ღაურებას ითხოვდნენ, საკუთარი წესებით დავებს არჩევდნენ და მეორე მხარეს ფულის გადახდას აიძულებდნენ. ვინც ვადაში ვერ ეტეოდა, ოჯახის წევრების მკვლელობითაც ემუქრებოდნენ. მიადე კი დამიკერა გადასახდები გაწაკავს გადაიხადეთ. იმის ოჯახის ყველა წევრი დათაბათ. ეგრეთ წოდებულ ქურდებს ბიზნესი ჩაუვარდათ. ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრების და მათი მხარდამჭერების დაკავების სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ოპერაცია 30 დაკავებულით დასრულდა. მათ წინააღმდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფაილებია, სადაც თენგის ყოფერია იგივე ჭინკა ფიგურირებს. ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წესებს ხსნიან და თანხის დროულად გადახდას ითხოვენ. შენ ვაშკაცობა. სადღაც ფაქილებში, სადღაც ომში და რაღაცებში გამოიყენებს. იცოქ შენ მოგიწევს თენგოსთან ლაპარაკი რა. ლანჩხუთელ ავტორიტეტს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს მასთან ერთად თორნიკე კალერჯიანს. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები გაასაჯაროა. ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებში საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი თენგის ყოფერია მეტსახელად ჭინკა მონაწილეობდა. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნიუტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. დაკავებულების ადვოკატების ნაწილს კამერებთან საუბარი არ სურს. ნაწილი კი ამბობს, რომ საქმის მასალებს ელოდება, ხოლო დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებით სარგებლობენ. სამართლებრივ პოზიციას დავაფიქსირებ სასამართლოში და შესაბამისად თუ კომუნიკაცია შედგა, თუნდაც ის ოჯახის წევრებთან მოგვიანებით მოგახსენე. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაანონსეს, რომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა უკომპრომისო იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდ თენგის ყოფერიასთვის იგივე ჭინკასთვის ეს პირველი ბრალი არ არის. მას ორგანიზებული დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდს ედავებიან. დაკავებული 30 ადამიანი სხვადასხვა ქალაქში დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფება. მათ ბრალს ოფიციალურად გააცნობენ. ამ წუთებში დედაქალაქის მერი და მერობის კანდიდატი პარტია ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს მიმართავს, რასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. უკვე იმდენი ენერგია და იმდენი სითბო და სიყვარული დგას აქ, რომ მგონია რომ წინ რაღაც საოცრება ძალიან დიდი მუხტი და ენერგია გველოდება. იმიტომ რომ ეს თქვენი დამსახურება, ეს თქვენზეა დამოკიდებულია, თქვენ რომ ესეთი საოცრები ხართ ამ სიყვარულით და სითბოთი, ესე იგი ძალიან დიდი მაგარი რაღაცები გველოდება წინ. რაო? კაი. მეგობრებო, ერთი საინტერესო რაღაც მინდა განვაცხადო თქვენთან ერთად. ჩვენთან ერთად ახლა აქ იმყოფება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ძვირფასი ადამიანი, რომელიც არ ვიცი, ყველა შეეგებეთ და ყველამ დაინახეთ, ალბათ აქ თქვენთან ერთად იყო. და ახლა მინდა სცენაზე მოვიწვიო თბილისის მერი ახლა და მომავალი მერობის კანდიდატი ბატონი კახი კალაძე.
მოგესალმებით. ჩემო თანამებრძოლებო. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია უკვე მესამედ წავდგეთ თქვენ წინაშე როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, გააზრებული, რას ნიშნავს იყო ქალაქის მერი. რამხელა ტვირთია ზოგადად იყო დედაქალაქის თავი. თუმცა 2017 წლიდან დღემდე მოყოლებული იმდენი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ქალაქისთვის და თბილისელებისთვის, ნამდვილად არ მეშინია მესამედაც ჩავერთო საარჩევნო კამპანიაში. არ მეშინია, იმიტომ რომ პირველ რიგში ზურგს მიმაგრებს თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა. ძალიან ვაფასებ თითოეული თქვენგანის როლს. დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეკრებილი. ახალგაზრდები თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ზუსტად თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ამ ქვეყნის მომავალს. გქონდათ ჩვენი იმედი. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ატარებს და მომავალშიც გაატარებს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესს, საქართველოს ქართული სახელმწიფოს ინტერესს და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თითის დაქნევით გველაპარაკოს. ჩვენმა წინა თაობებმა ბრძოლით, სისხლით მოიპოვეს ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის ჩვენი თავისუფლება და მე ვარ ამაყი ადამიანი, რომ ჩემი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, სუვერენული. ამას ყოველდღიურად ჭირდება გამტკიცება, მეგობრებო, ყოველდღიურად ჭირდება ბრძოლა. ყოველდღიურად ჭირდება ბრძოლა თავისუფლებას. და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ შეუპოვრები, უნდა ვიყოთ პრინციპულები, რომ არავის არ მიეცეს შესაძლებლობა დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ სათავისოდ. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც ვიცით, ურთიერთობებით შეგვიძლია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და არავითარ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ამ ყველაფერში თქვენი ახალგაზრდების როლი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. გქონდეთ ჩვენი იმედი, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, ჩვენ მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, ბევრი პროგრამა განვახორციელეთ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით, რა თქმა უნდა. მომავალში კიდევ უფრო საინტერესო იდეებს შემოგთავაზებთ, ასევე ველოდებით თქვენგანაც საინტერესო ხედვებს, საინტერესო იდეებს, რომლებსაც პროექტებად ვაქცევთ და განვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის. მე მინდა მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის, მადლობა გითხრათ თანადგომისთვის. ხო ვართ მზად გამარჯვებისთვის, ხო ვართ მზად იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი კიდევ უფრო ლამაზი იყოს, კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურა, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს შეგვიძლია და დავამტკიცეთ ჩვენი გაკეთებული საქმეებით. მე მინდა გამარჯვებები გისურვოთ, წარმატებები გისურვოთ და 4 ოქტომბერს აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას. ჩვენი ქალაქი იზეიმებს გამარჯვებას და რა თქმა უნდა შეუქცევადი იქნება ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობას მოაქვს განვითარება, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, მშვიდობას მოაქვს აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური გუნდი დღეს ქვეყანაში, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ეს არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილის. გაუმარჯოს თბილის, გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას. მე მინდა ახლა გიოსხოვო ურსა შესანიშნავი ჯგუფი არაჩვეულებრივი სიმღერებით, რომელმაც მთელი საქართველოს მართლა გული დაიპყრო ამ ბიჭებმა თავისი შესანიშნავი სიმღერებით და შესრულებით და გიტოვებთ ურსას და წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. მადლობა გიო.
დიდი მადლობა ბატონ კახის და დიდი მადლობა მას და მის გუნდს იმის რომ ჩვენ მოგცა საშუალება რომ ერთმანეთს შევხვედროდით დღეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. ჩვენს ერთობას გავუმართ! ვიმარხან! ეს ყოფილაპირ ჩართვა, სადაც ხალხის მერმა ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს მიმართა და ამ წუთებში მიმდინარეობს ასევე ჯგუფ ურსას კონცერტი. ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. პრემიერ-მინისტრმა იმერეთში ახალი საწარმო გახსნა და სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლაც დაათვალიერა. ხათუნა მაისურაძის და გიორგი აბაზაძის სიუჟეტი. ახალი საწარმო ახალი შესაძლებლობებით ქარხანა, რომელიც თავისი მასშტაბით ქვეყნის ამ მხარეში გამორჩეულია, მალე წარმოების მაღალი მაჩვენებლით მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ობიექტად იქცევა. თანამედროვე ტექნიკითა და უმაღლესი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილი საწარმო პრემიერ-მინისტრმა გახსნა. წლიური წარმატება არის 400,000 ტონა არმატურა. კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია. შემდეგი ეტაპის ფულად სადნობის სამეფო შენობების დასრულების შემდეგ ქარხანა თავად აწარმოებს მეტროლს. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის, არამედ შექმნის წყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასულად. 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90%-ზე მეტი არის ადგილობრივი ზესაფონის მკვიდრი. გაფართოების შემდეგ ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება. ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი. მეორე კომპანია, რომელიც არის თქვენს მიერ დაფუძნებული GTM Group-მა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა. განვითარებაზე ორიენტირებული საწარმო იმერეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკის განვითარებისთვის მთავარი წინაპირობა კი სტაბილურობაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვაგრძოთ თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მიზანმიმართული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. საქართველო გამორჩეულია გლობალურად მაღალი ეკონომიკური ზრდის კუთხით. მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებლებს ასევე იზიარებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. საქართველო იქნება ლიდერი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკით რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში. ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სფეროს გაძლიერება და სისტემის ძირეული რეფორმაა. ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული მეორე საჯარო სკოლაც ამის ერთ-ერთი მაგალითია. მთავრობის მეთაური სასწავლო დაწესებულებაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. იმისთვის რომ ბავშვებსაც და მასწავლებლებს და რა თქმა უნდა მშობლებსაც მოუხაროდეთ სკოლაში და ჰქონდეთ ის გარემო, რომელიც აუცილებელია იმ მაღალი სტანდარტების ცოდნის მისაღებად, რომლისთვისაც სამინისტრო და თითოეული მისი წევრი და მასწავლებლები იღვწვიან ყოველდღიურად, ამისთვის საჭიროა სწორედ ასეთი გარემოს შექმნა. სრულიად განახლებულ გარემოში ახალ სასწავლო წელს 1000-მდე მოსწავლე დაიწყებს. სკოლის რეაბილიტაცისთვის 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. არ იყო ის პირობები სკოლაში, რომ მოსწავლეებს ქონებოდათ ეროვნული სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის საშუალება, არ იყო სრულად ადაპტირებული, მოეწყო ლიფტი, არის როგორც შიდა დარბაზი, ასევე გარესპორტული მოედანი, მოწყობილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია. ხელისუფლების მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ყოველდღიურად აისახება, რაც ახალი სამუშაო ადგილებითა თუ ინფრასტრუქტურული პროექტებით გამოიხატება. ქართული ოცნების მერობის კანდიდატები ხულოსა და შუახევში მოსახლეობის საჭიროებებს ეცნობიან. ადგილობრივთა პრობლემები არც ერთისთვის არ არის უცხო. ამოცანა კი უცვლელია რეგიონის მეტად განვითარება და ჯიშხიკვაძისა და ნინი მაისურაძის რეპორტაჟი. შუახევის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი ომარ ტაკიძეა. მუნიციპალიტეტსაც კარგად იცნობს და ისიც კარგად იცის თუ რა არის ახლა განსაკეთებელი. სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს. გრძელდება სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, დაბაში იცვლება მრავალსართულიანი შენობების სახურავები. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების პროექტები. გრძელდება გზების აღდგენა. უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ, რომ ყველა ის სოფელი, რომელიც ტურისტულადაც აქტუალურია, ამავდროულად შინაარსობრივად და მდებარეობით არის ძალიან ლამაზ და მიმზიდველი, ჰქონდეთ ადგილობრივებს სრულყოფილი კეთილმოწყობილი გარემო.
ბოლო პერიოდში შუახევში აშენებული სკოლები, საბავშვო ბაღები და სპორტული მოედნები სწორედ ომარ ტაკიძის ინიციატივებს უკავშირდება. შეიქმნა არაერთი სოციალური და ჯანდაცვის პროექტი. განისაზღვრა ახალი ტურისტული ადგილების სხვა ყველაფერთან ერთად მერობის კანდიდატისთვის ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი პროექტი და პროგრამა ჰქონდა განხორციელებული. გვყავს ასევე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, მათი წინადადებებით ჩვენ ახალი წრეები დავამატეთ. მიზანი არის ჩვენი, რომ ყველა სოფელში მინიმუმ მინის სპორტული მოედნები იყოს კეთილმოწყობილი. მისი გაკეთებული საქმეები ომარ ტაკიძისთვის ამ მრჩეველთა მხარდაჭერის გარანტია. მსგავს შეხვედრებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლაში იკვეთება ახალი საჭიროებებიც. წისქვილები რემონტდება, გზები ისხმება და შეპირებები არის, რომ ესე იგი ეს საქმე მივა ბოლომდე. გასაკეთებელი ბევრი ყოფილა და ბევრია კიდე, მაგრამ პირველ რიგში ის უნდა გაკეთდეს, რომელიც ხალხს უფრო მეტად აწუხებს. საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია ხულოს მერობის კანდიდატისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები ვახტანგ ბერიძისთვის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მით უფრო მაშინ, როცა ის საარჩევნო მარათონში უკვე მესამედ ჩაერთო. რა ხდება ხულოში, რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი. აქ ყველას ერთი საქმე აქვს იზრუნონ იმ მხარეზე, სადაც ცხოვრობენ და კიდევ უფრო უკეთესი გახადონ. სწორედ ეს გახდა მიზეზი წარსულში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის კვლავ მერობისთვის ებრძოლა. რჩება წყლების პრობლემები, რჩება გზების პრობლემები და ტურისტული ლოკაციების ბოლომდე ათვისება. ეს ხელშეუწყობს, რომ ადგილზე მოხდეს მოსახლეობის და ახალგაზრდების დასაქმება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი იყოს ძლიერი. ვახტანგ ბერიძის მერობის დროს დაიწყო მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის ხულო ზარზმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა გზის რეაბილიტაცია ხელშეუწყობს როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმს. 47 კილომეტრიანი მონაკვეთი აშენდა, განხორციელდა როგორც გზის მშენებლობა, ასევე სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურა აღნიშნული მიმართულებით. მიმდინარეობს უკვე მშენებლობა ხულოდან ბახმაროს მიმართულებით. გამოწვევად რჩება გაზიფიცირება და წყლის სისტემის მოწყობა, თუმცა პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად მუშაობენ და მალე ესეც მოგვარდება. ხულოს მუნიციპალიტეტის 11 სოფელსა და დაბახულოს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემა ექნება. ყურადღება ეთმობა ტურისტული პოტენციალის ათვისებას ამ ეტაპზე. კურორტ გოდერძიზე 29 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. დაგეგმილია ახალი საბაგიროსა და ტრასების მოწყობა. ხორჯომის ხეობაში კი საცხენოსნო ტურიზმის განსავითარებლად ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და კოსტე ხოთეგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში ამ ტერიტორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს დედაქალაქში ერთ-ერთი რთული მონაკვეთი იყო, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდებოდა. სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მილიონი ლარია. თამარ ჩიკვატიას სიუჟეტი. ამ სატრანსპორტო კვანძის მოწყობით დედაქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა ერთდროულად გადაიჭრა. განიტვირთა საგზაო მოძრაობა, მოწესრიგდა სატრანსპორტო ნაკადების ქაოტური გადაადგილება და რაც ყველაზე მთავარია, შემცირდა საგზაო შემთხვევების რისკი. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ქვეითების და ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ეს იყო ერთ-ერთი რთული და მძიმე მონაკვეთი. ინფორმაცია, რომელიც ჰქონდა მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან, ძალიან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები და შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილებით მთლიანად მოწესრიგდა კვანძი. განსაკუთრებით საფრთხის შემცველი იყო სანაპირო და ნახვლედიანის ქუჩისკენ მიმართულება, სადაც მანქანები დაურეგულირებლად კვეთდნენ სამზოლიან მოძრაობას. აღნიშნული ეხლა არის დარეგულირებული შუქნიშნებით, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დეტექტორებით არის აღჭურვილი. შესაბამისად, ქვეითებიც და მანქანებიც გადაადგილდებიან უსაფრთხოდ. ტერიტორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, განახლდა სანიაღვრე ქსელი. პროექტი, რომლის ღირებულება 3 მილიონი ლარია, მასშტაბურ სამუშაოს მოიცავდა. მოწყობილია უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები განთავსდა, მოეწყო ზებრა გადასასვლელები ქვეითა მოსიარულეთათვის. რა თქმა უნდა, ასფალტის საფარი განახლდა და მოწესრიგდა ეს ადგილი. ტრადიციულად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავის სისტემა, დაირგო 1500-მდე ენერგი. პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა
გზაგანყოფ კუნძულებში მოაწყო სარწყავი სისტემა, შევიდა დაახლოებით 950 კუბი მოყიერი მიწის ნაზავი, დაიგო 1000 კვადრატამდე მწვანე საფარი, ბალახის საფარი, დაირგო დაახლოებით 1500 სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი. თბილისის მერის უცვლელი პრიორიტეტი, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, გარემოს დაცვა და ქალაქის იერსახის გაუმჯობესება ამ პროექტით კიდევ ერთხელ დადასტურდა. რადიკალური ოპოზიციის ტრაგიკული მდგომარეობა და ნამდვილი სახე, ის რაც მელიქიშვილის გამზირზე ბექაუდიშარიასთან მიმართებაში მოხდა, ამ დრომდე განხილვის საგანია. ფრაზა, რომელიც მას ერთ-ერთმა აქტივისტმა მიაძახა, ადამიანობასაც ხდება და მორალსაც. მით უმეტეს, როდესაც ეს აქტივისტი საკუთარ თავს ბავშვთა ფსიქოლოგს უწოდებს. ანა ბერძენიშვილი მოგვიყვება უფრო მეც. განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი ფრაზა. ბექაუდიშარიას მიმართ ელენე ბერიკაშვილმა თქვა, ოპოზიციის აქტივისტი, ბავშვთა ფსიქოლოგი და მესამე სექტორის წარმომადგენლის სოსო ბერიკაშვილის და ქრონიკა დღეს მის სამსახურში მივიდა, თუმცა ის ადგილზე არ დაგხვდა. პირად მიმოწერაში კონკრეტულ კითხვას არ უპასუხა, იცრების გადატანა სხვა მიმართულებით სცადა. მანამდე აქტივისტმა სოციალურ ქსელში აღიარებითი სტატუსი დაწერა. ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდება მისი სიკვდილი. ის ჩემთვის უბრალოდ არარაობაა და მის მიმართ არანაირი მორალი არ გამაჩნია. დესტრუქციულ ოპოზიციას, რომლებიც ძალადობასა და არეულობას ახალისებენ, სათქმელი არაფერი აქვს და კომენტარის გაკეთებას გაურბიან. რაში მაინტერესებს, კაცო, არ მაინტერესებს. კარგად იყავით, ნახვამდის დიდი მადლობა. რადიკალების ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა ელენე ბერიკაშვილის შეძახილი ხალხის ზალისთვის ნაციონალური მოძრაობისა და მისი დანაყოფების მორალზე მეტყველებს. ნახეთ, ადამიანები ავტომატით გამოიყვანეს 20 კაციან აქციაზე. ანუ ამათვის არაფერი ღირებული არ არის. თავიანთ ამომრჩეველს, თავიანთ მხარდამჭერსაც არ ინდობენ. და სამწუხაროდ რა გასაკვირია, რომ მათ შორის ბექაუდიშარიას მიმართ ჰქონდათ ესეთი ამაზრზენი განცხადება, რომელსაც ისტორიულად მტრებიც კი ერთმანეთის მიმართ არ იყენებდნენ ხოლმე. დარგის სპეციალისტები ელენე ბერიკაშვილის საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ. სახელმწიფო გუნდი მის ქმედებაში ბავშვებისთვის საფრთხეს ხედავს. ოპოზიციის აქტივისტები ადამიანური ღირებულებების მიღმა არიან. რადიკალების მდგომარეობა ტრაგიკულია. ტრაგიკულია ის, რომ ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მით უმეტეს როგორც ფსიქოლოგს, მართლა უნდა დაინტერესდეს, არ ვიცი როგორ ხდება საკითხები დაინტერესება, შესაბამის დარგის წარმომადგენლები უნდა დაინტერესდნენ ალბათ ამ ყველაფრით და ზოგადად რა თქმა უნდა, ასეთი ფრაზები, ასეთი ქმედებები აჩვენებს თლიანად იმ ადამიანების სახეს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას. ესენი არიან ნაცი ტიტუშკები, ნაცი აქტივისტები, ნაცი ორკები, სხვანაირად არ შეიძლება მათ ასე ვთქვათ სახელი დავარქვათ. ჩვენ მზად ვართ მათ ხელი გაუწოდოთ, თუ შესაძლებელია მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოყვანის კუთხით. ასეთი ადამიანები ზოგადად უნდა გავარიდოთ საზოგადოებას. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ბავშვებზე, შესაბამისმა სამსახურებმა ვფიქრობ, ამაზე უნდა იმუშაონ, რომ ამ ტიპის ადამიანებს არანაირი შეხება არ უნდა კონდეს ბავშვებთან და მომავალ თაობებთან. გაპროტებული ადამიანები არიან, არ ვიცი, საზოგადოებას მოწყვეტილი, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ჯანსაღ საზოგადოებასთან ამ ადამიანებს. მელიქიშვილის ქუჩაზე გინებითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით რადიკალი აქტივისტები ქართული ოცნების ღონისძიებაზე მივიდნენ, თუმცა ზნეობრივი ნორმებისგან დაცლილი შეძახილით ბავშვთა ფსიქოლოგი ელენე ბერიკაშვილი გამოირჩეოდა. უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალიზმი და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი. რა ფუნქცია აქვთ NGO-ებს დესტრუქციულ ქმედებებში და როგორ ესმით მათ მშვიდობიანი პროტესტი მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების პარკლებში არასამთავრობოთა ყოფილი თუ მოქმედი ხელმძღვანელების გამოკითხვები გრძელდება. დღეს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე გამოიკითხა. მეგინ არსავიძე კი ამბობთ. სოფლიოში ქალების 40% წიწაკის სპრეის ატარებს. ასეთი თავდაცვის სტრატეგია აირჩია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა. გამოკითხვიდან გამოსული თამთა მიქელაძე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ წლებია მის ორგანიზაციაში დასაქმებული ქალები რთულ პირობებში მუშაობენ და ამიტომ გადაწყვიტა წიწაკის სპრეების შეძენა გასულ წელს. ეს სურვილი კი დროში რუსთაველზე მიმდინარე ძალადობრივ აქციებს დაემთხვა. ქრონიკის მიერ მოპოვებული შესყიდვების დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიქელაძის ორგანიზაციამ წიწაკის სპრეებთან ერთად რამდენიმე სახის რესპირატორი, ეთანოლსეპტი, ბინტი და დამცავი სათვალეები შეიძინა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს სამზადისი მშვიდობიან პროტესტს უკავშირდებოდა.
ძალადობისა და რისკის ზონაში ჩვენი თანამშრომლობისთვის გვჭირდებოდა უსაფრთხოების საშუალებები. რაც შეეხება წიწაკის სპრეებს, ჩვენი ორგანიზაცია ქართული ოცნების პირობებში უკვე რამდენიმე წლიან შევიწროებასა და დევნას განიცდის. ჩვენი თანამშრომლების 90% ქალია, შეუძინეთ ეს საშუალებები. ოფისიდან ღამე გამოვდიოდით. სამის შეძენა? ჩვენ კი ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მშვიდობიანი პროტესტის შესახებ საკუთარ წარმოდგენებზე საუბრობენ, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. საბოტაჟის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედების ფაქტებზე. პროკურორის განცხადებით, თამთა მიქელაძესთან ასევე კითხვები ჰქონდათ მის მიერ გაკეთებულ მოწოდებებთან დაკავშირებით, რაზეც არადამაჯერებელი პასუხები მიიღეს. გამოძიებას ძირითადად ჰქონდა შეკითხვები ისეთ ხასიათის მოწოდებაზე, როგორც იყო წინააღმდეგობის ადგილების გახსნა. მან განმარტა, რომ ეს იყო მშვიდობიანი განცხადებები, თუმცა როდესაც საუბარია სასტიკ ბრძოლაზე, თავისთავად ეს როგორ შეიძლება იყოს მშვიდობიანი ჩვენთვის გაუგებარი დარჩა. აღარ აღნიშნა, რომ წიწაკის სპრეი იყიდა 2020-დან 23 წლამდე არსებულ რაღაც კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით, თუმცა რატომ მაინც და მაინც 1 წლის შემდგომ და აქციის მიმდინარეობის დროს შეიძინა ეს წიწაკის სპრეი, აქ არადამაჯერებელი იყო მისი პასუხი. აქციების დაფინანსებას, მოქალაქეების დახმარებას უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში და ასე უცხადებენ სოლიდარობას მოკავშირე ორგანიზაციებს. ყოფნით თავხედობა იმისა, რომ ადამიანები პროკურატურაში ატარონ და დაკითხონ იმისათვის, თუ რატომ ეხმარებოდით თქვენ თანამოქალაქეებს. საქართველოში რადიკალიზმი რომ უცხოეთიდან ფინანსდება და ამაში ჩართულები არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაწილად ქცეული NGO-ები. ეს დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა. ისინი პირდაპირ იყვნენ შერწყმული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, რადიკალურ ოპოზიციასთან და ამისათვის ისინი იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის უცხოურ დაფინანსებას. ხარ შეიძლება საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბუნებრივია გამოძიება დაინტერესდეს ყველა ფაქტით, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და მით უმეტეს, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით რადიკალიზმის ხარდაჭერას საქართველოში. სახელმწიფო გუნდში უახლეს წარსულზე აკეთებენ აქცენტს, როცა რევოლუციურ პროცესებში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ მდიდარ არასამთავრობოებს ჰქონდათ. ისინი არაერთხელ უნახავს საზოგადოებას, მათ შორის საპროტესტო აქციების სცენაზე. ეს არასამთავრობო სექტორი NGO უბრალოდ იყო ფარი, თითქოს რაღაც კეთილსაქმეებს აკეთებდნენ, მაგრამ რეალურად ხანხები შემოდიოდა იმისთვის, რომ მოხმარებოდა შიდა პოლიტიკას, ტელევიზიებს, პოლიტიკურ პროცესებს, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღრმავებას, რევოლუციების მოწყობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ თითეული თეთრი თითეული ცენტი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, უნდა იყოს კონტროლირებადი, უნდა იყოს გამჭირვალე. როდესაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებს აფინანსებ, ეხმარები და კვებავ, როდესაც მონაწილეობ ერთ-ერთ უმძიმეს პროცესში, რომელიც გულისხმობს ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებს და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, როდესაც ამ ყველაფერს ამართლებ იმით, რომ თურმე ნიღბებით ამარაგებდი მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, ისმის კითხვები ხომ არ იყო ეს ორგანიზებული დახმარება ამ აქციების მხარდაჭერის, აქციების, რომელიც მიზნად ისახავდა კონსტიტუციური წყობის დამხობას. გამოძიების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოკითხვაზე პროკურატურას გაურბიან. ისინი ირჩევენ იმ სასამართლოში მისვლას, რომლის კრიტიკაც მათი ანტისახელმწიფოებრივი დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. კომერციული მოსყიდვა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება და გასაღება დაკავებული ერთი მოქალაქე ბრალდებული შპს ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოკორექციის ცენტრის დირექტორია. გამოძიების ინფორმაციით დაკავებული თანხის სანაცვლოდ უკანონოდ ამზადებდა და გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერებების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გივი კუჭალგი ამბობს. დაკავებულია კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოკორექციის ცენტრის დირექტორი, რომელიც ფსიქოტროპული ნივთიერებების შესაძენად რეცეპტებს ისეწერდა და ყიდდა, რომ პაციენტებს არ ამოწმებდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა მორიგ ყალბ დოკუმენტს გასცემდა. დაკავებულს ბრალი კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება გასაღების ფაქტზე წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებული მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ფულადი თანხის სანაცვლოდ შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ ყალბ რეცეპტებს. ბრალდებული დაკავებული იქნა ყალბი რეცეპტის გასაღების ფაქტზე, რაც ასჯელის სახედაზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა. ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. საქმეში არსებობს როგორც მტკიცებულებითი, ისე ფორმალური საფუძვლები, მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, მოწმეთა ჩვენებები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულმა ეს დანაშაული ჩაიდინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტების დამზადება გასაღების ფაქტების გამოვლენისთვის და აღსაკვეთად აქტიურად მუშაობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით ღვინის უცხოელი სპეციალისტებისთვის ტური გაიმართა. ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები სინგაპურიდან, ავსტრალიიდან და ჰონგ-კონგიდან ქართულ ღვინოს და მის ტრადიციებს გაახეცა და ქართლში გაეცნენ. სხვადასხვა კომპანიის მონაწილეობით დეგუსტაცია გაიმართა თბილისში. სალომე შანშიაშვილის სიუჟეტი. ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს საქართველოში სტუმრად მყოფი პროფესიონალები კახეთსა და ქართლში გაეცნენ. სპეციალისტები სინგაპურიდან, ავსტრალიიდან და ჰონგ-კონგიდან ჩვენს ქვეყანაში ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის მეიბურგ ვაინ მედია ორგანიზებით ჩამოვიდნენ. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვაჩვენოთ იმ ადამიანებს, ვინც ქართული ღვინოების გაყიდვით არის დაკავებული, რას ნიშნავს საქართველო. ყოველთვის საინტერესოა ყოფნა, განსხვავებული ღვინოების დაგემოვნება, მოგზაურობა, ადამიანების გაცნობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენთვის არის აზიის ქვეყნები, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები. ძალიან მნიშვნელოვანია ის ეფექტი და ის შთაბეჭდილებები, რასაც ჩვენი სტუმრები აქ განიცდიან და შემდგომში უკვე ცდილობენ გააცნონ ეს ყველაფერი ქართული ღვინის მომხმარებელს. ათკაციანი საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა, როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური მეთოდით წარმოებული სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს. ტურის მონაწილეებს ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქციით თბილისში უმასპინძლეს. დეგუსტაციაზე 16 მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ღვინოები გემრიელია, უამრავი კითხვა გამიჩნდა და ბევრი პასუხიც მივიღე ღვინის წარმოების, ქვევრების, სხვადასხვა ბაზის ჯიშებისა და ქვერეგიონების შესახებ. ჩემთვის აქ ყოფნა ნამდვილი პატივია. მოსუსტუმრებს ჩაუტარეთ კულინარული მასტერკლასები და პროფესიონალური ღვინის დეგუსტაცია. დეგუსტაციის დროს წარმოუდგინეთ როგორც კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები, ასევე ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქვევრის ღვინოები. საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. სააგენტოს მიზანმიმართული სარეკლამო მარკეტინგული კამპანიები ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებს მოიცავს. გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძელებთ პოლიტიკური მკვლელობები თუ შემთხვევითობა გერმანიაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილე თითო კანდიდატი იღუპება. საერთო ჯამში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 16 კანდიდატია გარდაცვლილი. ოფიციალური ცნობით არც ერთი მათგანის დაღუპვა ძალადობასთან არ იყო დაკავშირებული, თუმცა მოკლე დროში ამდენი პოლიტიკოსის გარდაცვალება კითხვებს საჩენს. თამარ გოცერიძე ამბობს. მისტიური არჩევნები უცნაური დამთხოვა თუ ოპონენტების განზრახ ჩამოშორება. გერმანიაში ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მუნიციპალურ არჩევნებამდე 9 დღით ადრე საერთო ჯამში 16 კანდიდატია გარდაცვლილი. პოლიტიკოსების სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკის გამო სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის კანდიდატების მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაიწყო. ერთ კვირაში რეიტინგის სათავეში მყოფი ოპოზიციური პარტიის 7 კანდიდატი დაიღუპა. არჩევნებამდე მოკლე დროში კანდიდატების დაღუპვა სტატისტიკურად ფაქტობრივად შეუძლებელია. კანდიდატების გარდაცვალებას საეჭვოდ მიაჩნია პარტიის ლიდერსაც. ალტერნატივა გერმანიისთვის თითოეულ შემთხვევას იწიებს. შეთქმულების თეორიის გავრცელებას არ ვაპირებ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი პარტია წლებია ოპონენტების თავდასხმის სამიზნეა. წევრებს მუდმივად მორალური წინახის ქვეშ უწევთ პოლიტიკური საქმიანობა.
გერმანული პოლიციის განცხადებით ოპოზიციური პოლიტიკოსების გარდაცვალება ძალადობასთან კავშირი არ აქვს. 3 მათგანი მძიმე ავადმყოფობის გამო დაიღუპა. 4-ის გარდაცვალების მიზეზს კი ახლობლების თხოვნით არასახელებენ. მედიამ კი გაარკვია, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა თავი მოიკლა. ადგილობრივი პოლიტიკოსების გარდაცვალების შესახებ პირველმა ცნობებმა აჟიოტაჟი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია. თავდაპირველად 4, ახლა კი უკვე 7 კანდიდატია დაღუპული მხოლოდ ერთი პარტიიდან. გამოდის ყოველდღე ერთი კანდიდატი კვდება. სკანდალური აჟიოტაჟის ფონზე მუნიციპალურ საარჩევნო კომისიაში საეჭვოს ვერაფერს ხედავენ. ამბობენ, რომ ამ წინა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის გარდა არჩევნებში მონაწილე კიდევ 9 სხვა პარტიის კანდიდატებიც დაიღუპნენ, რამაც საარჩევნო კომისიას არაპოლიტიკური, არამედ უპრეცედენტო საორგანიზაციო პრობლემები შეუქმნა. საჭირო გახდა საარჩევნო ბიულეტენების რამდენჯერმე ხელახლა დაბეჭდა, პოსტით გაგზავნილი ბიულეტენების გაუქმება და დისტანციური ხმის მიცემის პროცესის ხელახლა გამართვა. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში არჩევნები 14 სექტემბერსაა დანიშნული. დონალდ ტრამპის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევების გამო ბრიტანეთს აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით გამაუგნებელია გაერთიანებულ სამეფოში აზრის გამოხატვისთვის მოქალაქეთა სამართლებრივი დევნის ფაქტები. ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება ეჭქვეშ დააყენა ამერიკის კონგრესმა წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტარმა და პრემიერობის ყოფილმა კანდიდატმა საკუთარი ქვეყნის მთავრობას ავტორიტარული უწოდა. მარიამ გიგანის რეპორტაჟი. ამერიკის კონგრესში ბრიტანეთი ავტორიტარული საპოლიციო და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სახელმწიფოს ჭრილში განიხილეს. შეერთებული შტატების კანონმდებლები გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის და პირადი აზრის გამოხატვის გამო მოქალაქეთა სამართლებრივი დევნის შემთხვევებით შეშფოთებულები არიან. ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენებით გაოგნებულია თავად დონალდ ტრამპიც. გაერთიანებულ სამეფოში უცნაური ამბები ხდება, გასაკვირია და მართლაც დევნიან ხალხს. ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ვნახოთ რა მოხდება. ძალიან გაოგნებული ვარ იმის გამო, რაც გაერთიანებულ სამეფოში ხდება. ეს ძალიან სამწუხაროა და კარგი სულაც არ არის. ბრიტანული დემოკრატიისადმი მწვავე კრიტიკა შტატებში ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა და ამის მიზეზი ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ცნობილი ირლანდიელი კომიკოსის დაპატიმრება გახდა. 1 სექტემბერს ამერიკიდან ლონდონში დაბრუნებული გრეჰემ ლინეჰენი 5-მა შეიარაღებულმა პოლიციელმა სოციალურ ქსელ X-ზე ტრანსგენდერებისადმი კრიტიკული და ნახევრად იუმორისტული პოსტების გამოქვეყნების გამო დააკავა. სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება ბრიტანელმა პარლამენტარმა ნაიჯელ ფარაჯმა, როდესაც კონგრესში გამართულ მოსმენაზე გაერთიანებული სამეფო ჩრდილოეთ კორეაში ადარა. თავისუფლების დიდი ქარტიის სამშობლოდან ვარ და სიხარულს სულაც არ მანიჭებს ის ფაქტი, რომ ახლა ამერიკაში ვზივარ და აღვწერ იმ საშინელ ავტორიტარულ ვითარებას, რომელშიც ვართ ჩაფლული. ჩვენ რამდენიმე გახმაურებული საქმე გვაქვს. უჩვეულო რამ მოხდა, როცა კომიკოსის სცენარისტი ტვიტების გამო ჰითროუს აეროპორტში შეიარაღებულმა პოლიციამ დააკავა. ეს შეიძლება ნებისმიერ ამერიკელს შეემთხვეს, თუ კი ონლაინ ისეთ რამეს იტყვის, რაც ბრიტანეთის მთავრობას და პოლიციას არ მოსწონს. როდის გავხდით ჩრდილოეთ კორეა? ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხი ამ კომიკოსმა 2 დღის წინ შეიტყო. ეს გულწრფელად შემაშფოთებელი და შოკის მომგვრელი სიტუაციაა. წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მოსმენაზე სახელად ევროპული საფრთხე ამერიკული სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისადმი კონგრესმენებმა გააკრიტიკეს ბრიტანეთში საჯარო სივრცეში ლოცვის გამო კათოლიკე მღვდლის დაკავების ფაქტიც. როგორც ვიცი, ჩვენი მოწმის რამდენიმე დაცვის ქვეშ მყოფს სისხლის სამართლის მუხლით წარუდგინეს ბრალი აბორტის კლინიკებთან მდუმარე ლოცვის გამო. ერთ-ერთი იყო მამა შონ გოლფი, კათოლიკე მღვდელი, რომელიც ლოცვის გამო დააკავეს. მას ხელში ეჭირა ბანერი წარწერით „ლოცულობთ სიტყვის თავისუფლებისთვის“. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აბორტის კლინიკებთან ლოცვა ქალებზე ზეწოლის მცდელობაა. კონგრესმენებმა ონლაინ სივრცეში სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი რეგულაციების გამო გააკრიტიკეს არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფო, არამედ ევროკავშირიც. აღნიშნეს, რომ უცხო ქვეყნების კანონები, რომლებიც სოციალური მედია გიგანტების კონტენტის მოდერაციასა და ცენზურას ითვალისწინებს, ამერიკულ კომპანიებს და ამერიკის კონსტიტუციით გათვალისწინებულ სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. დაგლავ საქართველოს თბილისში მზიურის მიმდებარედ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამტკიცებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სპორტის აკადემია 2025-ს შესაბამისი მიწის ნაკვეთი 20 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა. პროგრამის პირობების მიხედვით ინვესტორი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ვაკო მეზონიშვილი გიამბობთ.
მზიურის მიმდებარედ ამ ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაო უკვე დაიწყო. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 11650 კვადრატული მეტრი მიწისნაკვეთი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სპორტის აკადემია 2025-20 წლით მშენებლობის უფლებით გადასცა. დაინტერესებულ პირებს 20 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან სარგებლობის პირველი 10 წლის საფასური განისაზღვრება ჯამურად 1 ლარის ოდენობით, ხოლო მე-11 და ყოველი მომდევნო წლისთვის საფასური განისაზღვრება იმ დროისთვის არსებული საბაზო ღირებულების შესაბამისად. მოეწყობა 2 UEFA სტანდარტების ფეხბურთის მოედანი, 1 ღია და 1 დახურული, 2 პადელის მოედანი, რა თქმა უნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მოეწყობა ასევე 80 ავტომანქანზე გათვლილი ავტოსადგომი. ჩვენი კომპანია აპირებს, რომ აღნიშნულ პროექტში განახორციელოს ინვესტიცია არანაკლებ 2 მილიონი ლარისა. სახელმწიფო პროგრამაში აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორი, რაც ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის ინვესტიციების განხორციელების საფუძველია. ძალიან დიდი აქტივობა შეიმჩნევა კერძო სექტორისაგან, უკვე მეორე ფაქტია, როდესაც უკვე გადასცემთ სახელმწიფო გარკვეულ მიწისნაკვეთს სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს როგორც მასობრივი სპორტის განვითარება საქართველოში, ასევე მაღალი მიღწევების სპორტის კუთხით. ძალიან აქტიურად ხდება ინფორმაციის გათხოვა, ბევრი ინტერესი, განაცხადები ქონების ეროვნულ სააგენტოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად ქვეყანა მიიღებს შესაბამის ახალ სპორტულ ინფრასტრუქტურას. სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სპორტში, განსაკუთრებით ბავშვების ჩართულობას. ინიციატივის ავტორი პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამის მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი, უამრავი მომართვაა. თქვენისით, რომ ჩვენ 20 წლის გადავცემთ მიწისნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინვესტიციის ჩადება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზოგადად სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ხედავთ, რომ წლიდან წლამდე ვითარდება სპორტი საქართველოში, სულ უფრო მეტად იზრდება სპორტული მიღწევები და ამას ხელი უნდა შეუწყოთ. პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს შეუძლია, რომელიც სახელმწიფოს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ან განვითარების საინვესტიციო პროექტს შესთავაზებს. ყველა სიახლეში გააცნობით იმედი ნიუზ ჯიზაკი. 23 საათზე იმედი ლაივი იწყება ნაყოფის.